მე-20 საუკუნის თბილისში წარმოუდგენელია დუქნების, რესტორნების, ქეიფების, ტრაქტირებისა და სამეცნიერების გარეშე. იმ დროს ამ ტიპის სახალხო თავგრელობებს სათავეში ავტორიტეტული და მოხერხებული კაცები ედგნენ. ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოთ, მშვიდობა და სიკეთე იყოს თქვენთან. ერთ-ერთი მათგანი იყო უტრუხონი ასათიანი მეთერზე, რომელსაც თავად ამოჰქონდა თევზი მხრიდან. მის ორსართულიან შენობაში ბაყარხანის ბოლოში პირველ სართულზე სხვადასხვა ხელოსნებს ჰქონდათ დარაბები, ნაქინავები, ხოლო მეორე სართულზე თავად ასათიანს აეშენებინა გაუმარჯოს თო აივანი, სადაც 30-მდე მაგიდა ეტეოდა. აივანი მთლიანად ყრის თავზე იყო გამოკიდებული, ქვეშ არანაირი სახტენი არ გააჩნდა და ვინც ხიდიდან შესცქეროდა, გრძნობდა თითქოს აივანი ჰაერში ტივტივებდა. თბილისელებმა ამ უჩვეულო ხეთს ხუმრობით აეროპლანის შეარქვეს. ქალაქში იმ დროს უკვე ხმაურობდა ბესარიონ ქებურიას გმირული ფრენა, თუმცა თავად უტრუხუნე ერიდებოდა ან სახელის ოფიციალურად დამკვიდრებას. ამბობდნენ, რომ აეროპლანს ეშმაკი მართავდა და მეთევზეს ეშინოდა კლიენტები არ დაეკარგა. ფიროსმანი სწორედ ამ პერიოდში დაიქირავა. უნდოდა ტრაქტირი ისეთივე ლამაზი და ხატღულად გაფორმებული ყოფილიყო, როგორც სხვა დიდ სამეცნიერებს გქონდათ. უტრუხუნე ორჭოფობდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა შიში ხერხით გაეფანტა. ივნისის პირველ რიცხვებში ბესარიონ ქებურიას მორიგი საჰაერო ფრენა იყო დანიშნული. ასათიანმა სანდო ხალხის ეკრიბა. ჰაჯია, სირქია, ფიროსმანი და ქობულია ორ ეტლში ჩასხდნენ. მათთან ერთად კი თავისი აღნი დაჯდა გიჟუა, რომელიც გზაში ახალ სიმღერას ჩობანს უკრავდა. არღნის ხმა ქუჩებში ისმოდა, ხალხი ფანჯრებიდან იყურებოდა, ხოლო აღტაცებული ჰაჯია ხმამაღლა კითხულობდა ქებურიასადმი მიძღვნილ ახალ ლექსს. ბესარიონ ქებურია, ვაჟკაცობით ქებულია, ყვარზე გადის უხიდოთ, მაღლა ადის უკიბოთ. სირაჯ ხანის აღმართთან გაჩერდნენ. ბატიბუტის ოსტატ ალიასთან და ორი დიდი ქაღალდის ტომარა ავსებინეს იმ ბატიბუტით, რომელსაც ქებურიას ფრენისას ეშმაკის შიშის გასაკარწყლებდნენ აპირებდნენ ციდან გადაყრას. იპოდრომზე უკვე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ქებურია თვითმფრინავთან იდგა, ძრავას ამოწმებდა, როცა სტუმრები მიუახლოვდნენ. ჰაჯია იუმორით მიესალმა. ბესარიონმა სიცილი ვერ შეიკავა. ყველას ხელი ჩამოართვა. მოიკითხა ფიროსმანი და ქობულია და თქვა: კარგად შემომხედეთ, მე თქვენსავით ადამიანი ვარ, არავითარი ეშმაკი მართავსო. ჰაჯიამ სთხოვა: ბესარიონ ჯან, ერთი თხონა გვაქვს, აი ეს ბატიბუტი აიღე და როცა ზემოთ აფრინდები, გადმოყარე, ჯერ ერთი ტომარა, მერე მეორე. ყველამ ნახოს, რომ შენი აპარატი კაცის ხელი დაფრინავს და არა ეშმაკის ძალით. ბესარიონმა თანხმობა განაცხადა. ტომრები თვითმფრინავში აიტანა და ძრავა ამუშავა. მალე ჰაერში თეთრი ბურთულები გაიფანტა. ქებურიამ ბატიბუტი გადმოყარა. ხალხი აღტაცებით დარბოდა. ბავშვები კი ციდან ჩამოფარფატებულ სუბუქ მარცვლებს აგროვებდნენ. ცოტა ხანში მეორე ტომარაც გადმოყარა. პირდაპირ დიჟუას თავზე, რომელიც ისევ უკრავდა არღანს. საღამოს მთელი თბილისი ამ ფრენაზე ლაპარაკობდა. ქებურიას სიმამაცეს ადიდებდნენ. ჰაჯიასა და სირკიას გონებამახვილობას აკებდნენ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა უტრუხუნემ ტრაქტორისთვის ოფიციალურად აეროპლანი დაერქმია. ფიროსმანს ამ ამბისთვის ხატვრის სახე უნდა მიეცა. მან დახატა ფირნიში, ორივე მხარეს სრულად ჩაწერა ჩაინა ეზავიჯენია, ხოლო დიაგონალზე მსხვილი წითელი ასოებით აეროპლანი. ფიროსმანმა დახატა დიდუბის იპოდრომის მინდორი და ჰაერში მფრინავი აეროპლანის შიგბჯდომი პილოტით ქებურიათი. სურათს ყვითელი ზოლი შემოავლო ჩარჩოს დაბესტილების შესაქმნელად და ქვეშ მიაწერა ხალხის მიერ შეთქმული ლექსი. მალე ცნობილმა ვაჭარმა სირკიამ ივანე მამაციშვილმა ქებურიას პატივისცემის ნიშნად ტრაქტირ აეროპლანში დიდი ქეიფი გამართა. ზურნა და საზანდარი გამოიყენა. ქებურია ეტლით მიიყვანეს და აივანზე ასვლისას სუფრა უკვე გაშლილი დახტა. ედერზე კი ფიროსმანის ნახატი. ქებურიამ წაიკითხა საკუთარი სახელით შექმნილი ლექსი. გაეღიმა და იკითხა, ვინ დაწერა? სირკიამ ფიროსმანი წარუდგინა. თქვენ დაწერეთ? კითხა ქებურიამ. არა ბატონო, უპასუხა ნიკალამ. მე მხატვარი ვარ. ხოლო დავხატე. ლექსი ხატმა შეთხზა. თქვენ ქვეყანა გაგიცნოთ.
თქვენ სანახავად მოდიან და ვინც მოვა ლექსა ძის წეს.